აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბავშვების მშობლების მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილმა შემსრულებლებმა მიიღეს. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი და კათოლიკოს პატრიარქი. აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ქვეყნის სიმბოლოები ლურჯად ნათდება. ამ აქციას საქართველოს შეუერთდა. მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში და გამოვხატო იმისი რწმენა, რომ ეს თემა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენ საზოგადოებაში და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კეთილი საქმის ახორციელებაში. მიხარია რომ უკვე მეორე წელია რაც საკმაოდ პომპეზურად, მასშტაბურად და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ დღეს. აუტიზმის საერთაშორისო დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია რომ მეც მიმიჯღეს რაღაცა წვლილი ამ ადამიანების რაღაცა ელემენტარულ დახმარებაში. პატრიარქის სურვილი იყო და კონცერტის ორგანიზატორების სურვილი რომ ეს ნაწარმოებები მიცნოდათ სწორედ ამ ბავშვებს და მუსიკაში მთავარი სიყვარულია და მუსიკა აერთიანებს და ჰარმონიაში მოხავს მუსიკას ყველა და ყველაფერი.